დავსვი, მერე გადმოვიყვანე და ყველაზე დიდი ვირთხა ეს გახდა. მეორედ სახელს არ დავასახელებ, მესამეს, მეოთხეს. ახლა დირექტორზე გეუბნებით, დირექტორზე. დირექტორი იყო უშიშროების პოლკოვნიკი, რომელიც დანიშნული მყავდა დირექტორად და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ დამხვდა. გავიდა 5 დღე და შეკითხვა დაუსვი, რაც 9 მილიონ ნახევარი არის ვალი. და რას აკეთებდი? ან ის ხალხი სად არის გვერდზე რო გედგა და რეალურად ვინც ხელმძღვანელობდა? ეს შეკითხვა როგორც დაუსვი, კეთი, ეგრევე კაცი გაიქცა. და როგორ მოვიყვანე ეს კაცი? ჯონდი ბაღათურია მთხოვა, რომ ერთი შენებური კაციაო, ბათუმელი კაცი, მოვიყვანე, დავსვი ჩემთან და დავუსვი შეკითხვა, ვინ ხარ? უშიშროების პოლკოვნიკი ვარ და ვტაქსაობო. ყველა მიშამ გაგვყარაო და ვტაქსაობო, სხვა არაფერი არ ვიცი მეო. ბიჭო, ან იურისტი, ან არა ვტაქსაობო. აუ, სერცხვილია შენი ტაქსაობა მეთქი და მოვიყვანე, დაცვის სამსახური მქონდა, რამდენ კაციანი, 3000, 2000 კაციანი. და დავაყენე დირექტორის მოადგილედ. მერე გავხადე დირექტორი, მერე გავხადე მათე მოტორსის დირექტორი და პირველი ჩვენება მან მისცა ჩემ წინააღმდეგ. A crippled little rata. ტყუილი ჩვენება, ტყუილი და რომ ნახოთ, აი იტყვით რომ როგორ შეიძლება დღეს ადამიანს ემდო. ახლა ის თანამშრომლები, რომლებიც არ დამხვდნენ. ხო? საწავიდნენ, გაიხსნენ და წელიწად ნახევარი მთავრდება და ჩემთან არ მოსულა. იყვნენ თანამშრომლები, რომლებიც დამხვდნენ კაცურად, ხო? და ახლა გეტყვი მეორეს. აი ეს არის ღალატი. ამნაირ ადამიანებს ქვია სახელი ვირთხა. და ის ადამიანები ციხეში ერთი დღე რომ მოხვდნენ. და ეს უნდა მოუყვნენ, ხო? ხო, ეს ქვეყანა მიცის, ხო? ვიზეც არის საუბარი, იმიტომ რომ მაგაზე საქმე აღზრულია და ხვალ ზეკ ეს რეალურად ჟურნალისტური გამოძიებაც იქნება. უყურეთ, რეალურად სამსახურში ჩემთან მუშაობდნენ ძალიან კარგი ადამიანები. მაგალითად, აგერ არის ჩემი მარჯვენა ხელი არის შალვა ციცხვაია, მუშაობდა თათული გეთაშვილი, ნინო შონია, ხო? რომლებიც იყვნენ რეალურად ჩემი მარჯვენა ხელი, დაკავებიდან მესამე დღეს, მეოთხე დღეს რაღაცა მოუგონეს და გაუშვეს სამსახურიდან. ახლა